ერი როცა ისტორიას ვიწყებსო ილია ჟავჟავაძე წერდა. ერის განადგურება ხდებაო. ეხლა შემდეგ წმინდანზე რომ გადავალ და საერთოდ ხორკლები და ის დაგაყრის რა ქვია. ვისი ხსენება აბა კვირას. ძალიან დიდი წმინდანის, რომელიც დარწმუნებული ვარ საქართველოში მე მგონი 5 კაც არ ახსოვს, ვინ არის ეს კაცი. მე საინგილოში ბევრჯერ ვარ რამყოფი. 4-ჯერ 5-ჯერ ვიყავი საინგილოში ჩასული და რა წიგნები ჩამქონდა რაღაცა იქ სოთშორის პირველად რომ ჩავედით გაგარნიან კომუნისტების პერიოდში ორჟორიკიძის ძეგლის აფეთქება დაემთხვა ჩვენ ჩასვლას და წაგვიყვანეს იქ და დაკითხვები მოგვიწვეს თქვენ ხო არა აფეთქეთ და რაღაც ვიღაცა მააფეთქა ორჟორიკიძის ძეგლი წარმოიდგინე საინგილოში ჩვენი ჩავედით საინგილოში ხო კახში ვიყავით ხო და ვისი ხსენებაა სარწმუნოებისათვის თავდადებული მღვდელმოწამისა მიხეილ მიქაელისა ჰერეთში წამებულისა ყულოშვილისა 1842-1917 წელი ეს არის ზუსტად ქურმუხის წმინდა გიორგიში მოღვაწე წმინდა მამა მიხეილ ყულოშვილია და დღემდე ცხოვრობენ მისი შთამომავლები იქ საინგილოში და რა ვიცი მე მაგათ ოჯახში ვიყავი სტუმრად მარტო მე არ ვიყავი ირაკლი იყო მელაშვილი კიდე უნივერსიტეტთან ბიჭები იყვნენ გიორგი მარჯანიშვილი იყო და კიდე ანუ რაღაცა ჯგუფი ვიყავით რომელიც მე გავუკეთე ორგანიზება რომ წავსულიყო ხო ჩვენ კიდე ვაიმ გარიჟრას უცარი სამყაროა დატოვებული და მიტოვებული სამწუხაროდ ჩვენგან და ისინი ამას ძალიან განიცდიან და რა ვიცი ჩვენი სხეულის ნაწილია შეიძლება ესე ითქვას და მე რამდენადაც ვიცნობ ამ სამყაროს ვიცი რომ გამორჩეული სიკეთისა და მადლის მატარებელი ადამიანები არიან ანუ ჩვენი ქართული შინაარსის ისტორიული შინაარსის თავის გულში დამტებნელი ადამიანები არიან და კიდე განსხვავებულები არიან და შენ შეგიძლია დატკბე იმ მრავალფეროვნების რაც ქართულ გენს ახასიათებს ხო ყველა სხვადასხვა კუთხეში და განსაკუთრებით საინგილოში მიუხედავად იმისა რომ ისინი გადიოდნენ ზანდით შევიწროებას ხო სარწმუნოებრივი ნიშნით აიზოლებდნენ რომ ისლამი მიეღო სახელები არ უნდა დაერქმიათ ქართული და შემდეგ და ეს დღემდე გრძელდება ეს შევიწროება რასაც ვერ ვიტყვით ჩვენზე როცა აქ მსგავს რაღაცას მათი თვისტომი არ განიცდის ჩვენს ტერიტორიაზე და როგორი განსხვავებული ხალხი ვართ და მაინც როგორი კარგი ადამიანები ვართ ქართველები როგორ შეიძლება საკუთარი თავი არ დააფასო იმ კეთილშობილური ცნობიერების გამო რომელიც ჩვენ ასევე მოგვდგამს რა და სიკეთის მატარებელი ხალხი ვართ რა სამწუხაროდ ვერ ვიღებთ იგივეს ვერცერთი მეზობლისგან რომელიც ჩვენს ირგვლივ არის და ეს მათ ძალიან დაბალ კულტურაზე და რაღაცა ბარბაროსულ ცნობიერებაზე მეტყველეს ხა თავს ვერ შევიკავებ უნდა ვთქვა ეგ რა ვქნა ყოველთვის წამოვწევ ჩემსაც რა და ნამდვილად აღმატებულები ვართ ჩვენი თემაც არის რა ეს რაღაცნაირად ჩვენ თვითონვე უნდა მოვითხოვოთ მათი უფლებების დაცვა იცი რა გავაკეთებ მე იქ სკოლა შევქმენი მე არც ერთხელ არ ვარ იქ ნამყოფი, მაგრამ აქედან დავაორგანიზე სკოლა, აქედან ჩადიოდნენ ადამიანები, ჩემი დაორგანიზებით, რომლებიც ასწავლიდნენ მინანქარს, ქარგვას, ქსოვას, ჩავქონდა საეკლესიო ლიტერატურა, ძალიან სერიოზული საქმიანობა გავაჩაღე მე იქ. ოჯახში. კი, მაშინ იყო თემურ ქურხული, საკრებულოს მდივანი, თემური დამეხმარა ძალიან სერიოზულად და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მას ამისათვის. ამას ხო ყველაფერს დაფინანსება უნდა და ხა რაღაცა დიდი განსაკუთრებული არა, მაგრამ იმ პედაგოგებს ხო ჭირდებოდათ რაღაც ოდნავ ანაზღაურება. მე ერთხელ არ ვარ ნამყოფი და ამ ჩვენმა აქტიურობამ, არასდროს არ ქონდა ეს რაღაც აჩქარებული პოზიციები და ჩვენმა ამ აქტიურობამ აბსოლუტურად პირიქითა შედეგები გამოიწვია, ესე იგი იმათმა ჩათვალეს ადგილობრივმა ხელისუფლებამ, რომ ცუდად მიდის მათთვის საქმე და მახსოვს მაშინ ჩვენი განათლების მინისტრის ვიზიტი იყო იქ და თვალწინ უცემეს ქართველები რა იმ პოლიციამ და რომელზეც ეს იყო მისის პერიოდი არის რა არ მგონია რომ ეხლა თუ სახელმწიფო სერიოზულად თემას აწევს იმ დონეზე რა დონეზეც ურთიერთობა არის დღეს
აზერბაიჯანის სახელმწიფოს და საქართველოს შორის კი. ხო მე არ მგონია რომ ეს პრობლემა იყოს საერთოდ. ხო, მე მაინც წარსულზე გეუბნები. ხო, უბრალოდ მიზნობრივად არის მუშაობა საჭირო რა. და იმის და აი ესე ტაძარის დაგვიხურეს ხო ხო, გახსოვს? კი, მე ყველაფერი კარგად მაგას მოყვა ეგ ამბები რა. ყველაფერი კარგად მახსოვს, მაგრამ ერთი ქვისკენო და მეორე მთისკენო თუ როგორ რა თქმა. ეხლა მაგალითად საინგილო და ჰერეთი და უშუალოდ საქართველოს ტერიტორიის შემადგენლობაში არ შედის, მაგრამ სამცხე-ჯავახეთში რა კარგად პატრონობთ იქაურობას? ხო, იგივე სიტუაცია. კარგად პატრონობთ? არანაირად. მარნეულის რაიონში კარგად პატრონობთ? მისახედია ყველა. ხო, აი ამაშია საქმე. ანუ ისე არ უნდა გამოგვიდოს ძაღლი შინაარვარგო და სანადიროდ გარბოდაო, ხო? რა თქმა უნდა, იქაც დასაცავია ეროვნული ინტერესები და აქაც დასაცავია ეროვნული ინტერესები.